გორში სადგურის დასახლებაში ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან მოსახლეობა პანიკაშია. ადგილობრივებმა ქვეწარმავლების საკუთარ ეზოებში შენიშნეს. ზოგიერთი მათგანი იმასაც ამტკიცებს, რომ ქვეწარმავლებმა სახლებში ჩიაღწიეს. ჯავახიშვილის ქუჩაზე მაცხოვრებლების თქმით, გასულ წლებში ქვეწარმავლების ასეთი სიმრავლე არ ახსოვთ. წელს კი გველმა რამდენიმე ადამიანიც დაგესლა. გველები ძალიან მომრავლდნენ დასახლებაში, მეზობელთანაც მოკლეს, აგერ აქაც ამ კაცმაც მოკლა, ბავშვებიც ხშირად ხედავენ და ვერ გაგვიშვია ბავშვები გარეთ, რომ ან ითამაშონ, ან რაღაცა ძალიან ცუდი მდგომარეობა არის და ან მოგვაქციონ ყურადღება, ან რაღაცა აი ბალახით არის სავსე და ეს ტყეც ხელს უწყობს ამ ქვეწარმავლების მომრავლებას. ქვეწარმავლებითაა სავსე, ეზოებში შეძს, აი პატარა ბავშვი ყავს ეზოში, ვერ გამოუყონიათ, ბავშვები ვერ გამოყავთ გარეთ, ელემენტარულად. ყურადღება ხო უნდა მოგვაქციოთ რა. ცხელი ზაფხულია და გამოიწვია ბავშვები, აი კითხეთ, ყველა ბავშვს ყოველდღიურად ხედავენ ამას. შარშანი იყო ერთი გველი, მოგლეს აი საქენი, მე რა ვიცი რა მოხდა, რა არ მოხდა, ბავშვი დაიღუპა 8 თვისა. ძელსაც ერთი თვე არ იყო, ერთიც კიდე იყო. განაბოში იყო და დაიჭირეს კიდე ისე, მოგლეს. ადგილობრივები ქვეწარმავლებისგან თავის დაცვას ძველი მეთოდებით ცდილობენ. ხალხის შესაბამისი სამსახურების დახმარებას ითხოვს.